ალერგია მოსახლეობის მესამედის პრობლემა მაინც არის და დამეთანხმებით ადრე ალერგიული ადამიანები თითქოს ჩამოსათვლელი იყო არა და დღეს ყოველი მეორე თუ არა მესამე ასეთია და მე როგორც ნუტრიციოლოგს არერთან მომიწია ურთიერთობა ახლა საკუთარ დიშულზე ჭინჭრისება რო ქონდა 8 წლის წინ ჩავატარე ანტიპარაზიტული წმენდა და მის მერე გამეორება არ ყოფილა მაგრამ აი ტექსტებს რო ისმენ რომ აი სისხლი კანი მეწვის იმიტომ რომ ალერგია არის ინტოქსიკაციის მესამე ეტაპი ნუტრიციოლოგის ენაზე რო გითხრათ ეს არის გამორეცხვის ეტაპი ორგანიზმისთვის და ვიღაცასთან კანზე იწყება ვიღაცასთან სასუნთქზებში ვიღაცასთან ორივეგან იმდენად ბევრია და ანტიჰისტამინური საშუალებები მერე ჰორმონები უბრალოდ აი ამ რეაქციის გამორეცხვა ქვია აი იმის დაჩლუნგებას იწვევს, მაგრამ როცა უკვე სიბენზური ძალიან ბევრია, ვერაფრით ვერ დააჩლუნგებ, დამატებით იქ უკვე ფარმაკოლოგიური ინტოქსიკაციაც ემატება. გამოსავალი აქვს რეალურად ორგანიზმის